სანტრედის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ტოლებში გაიხსნა მორიგი იუსტიციის სახლი. ეს არის რიგით 126 ფილიალი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხსნის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ საჯარო და კერძო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ეს იუსტიციის სახლი მოემსახურება როგორც სოფელ ტოლებს, ასევე მიმდებარე სოფლებს და მასში დასაქმებული არის რაც ყველაზე მთავარი ადგილობრივი მოსახლეობა. აქ მაცხოვრებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ის 500-მდე სერვისი, რომელსაც იუსტიციის სახლი თავაზობს ყველას. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ იმერეთის რეგიონში ჩვენ ერთ ინტენსიურ დაწესებულებაში გვაქვს ასევე გახსნილი იუსტიციის სახლი. ბუნებრივია, ეს არ არის ამ პროცესის დასასრული, უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლი გეგმავს ასევე სხვადასხვა ფილიალების გახსნას. დღეს ვეწვიეთ ზუგდიდის იუსტიციის სახლს, სადაც გაიხსნა სატელეფონო ცენტრი, რომელიც მომსახურება მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. ცენტრი მომსახურებას უწევს წელიწადში მილიონზე მეტ მომხმარებელს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხოელს და აწვდის ინფორმაციას ყველა იმ სერვისის შესახებ, რომელიც არის დანერგილი საქართველოს იუსტიციის სახლებში. დღეს საფუძველი ჩაეყარა წალენჯიხაში ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობას. ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია წალენჯიხაში მაცხოვრებლებისთვის, რადგან თითოეულ მათგან შესაძლებლობა ექნება ძალიან სწრაფად ერთ სივრცეში მიიღოს ის 500-მდე სერვისი, რომელსაც იუსტიციის სახლი თავაზობს მთელ ქვეყანას. ასევე მოგეხსენება წალენჯიხაში არ იყო ქორწინების სივრცე და ახალი იუსტიციის სახლი ამ საკითხსაც დაარეგულირებს და მოაგვარებს. ბათუმის იუსტიციის სახლში, რომელიც განთავსებულია ბათუმის ცენტრალის შენობაში, ფუნქციონირება დაიწყო Just Cafe. როგორც მოგეხსენებათ, Just Cafe არის იუსტიციის სახლის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც თავაზობს მომხმარებლებს მიიღონ იუსტიციის სახლის სერვისები კაფეში, ფინჯან ყავასთან ერთად შეუძლიათ გააკეთოს სარეგისტრაციო განაცხადი და მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც მიღება შესაძლებელია ცენტრალურ იუსტიციის სახლში. დღეს ჩვენ ასევე მოვენახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ იუსტიციის სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის რაიონში. ეს იქნება თანამედროვე ტიპის შენობა, რომელშიც გაერთიანებული იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნიკა და შესაბამისად მორგებულია ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებსაც.